ეს ეხება ან შენს წარსულს, ან შენს აწმყოს, მაგრამ ჩემი აზრით უფრო აწმყოს. და იმ მომენტზე მინდა დაფიქრდე, როცა ის საკმაოდ ახლოს იყავი. საკმაოდ ახლოს, რომ გაოცებულიყავი და გეფიქრა, რომ ეგაა, ყველაფერი ერთ სწორ ხაზზე გასწორდა, თითქმის. და იფიქრე, რომ ეგაა, მაგრამ ეგ არ იყო. ეგ არასდროს არაა, იმიტომ რომ თითქმის არის ყველაზე სტაბილური პოზიცია, რომელსაც ადამიანები ოდესმე ქმნიან. არც წარუმატებლობა, არც წარმატება, არამედ ეს მარადიული სიახლოვე, ანუ საკმარისი სიახლოვე, რომ პროგრესი იგრძნო, მაგრამ ასევე კარგად დაჭერილი დისტანცია, რომ ყველა შედეგი და ყველა უკუშედეგი თავიდან აირიდო. განა ის, რომ მიზანს აცილებ, არამედ უფრო მის გარშემო ორბიტირებ. Ond მუდმივად, დაუსრულებლად, ანუ არ მთავრდება. და ამას ეძახი ზრდას. მაგრამ ეგ არაა ზრდა, ეგ მაქსიმუმ კონტროლირებული იმედგაცრუებაა. აწონდაწონილი, ნანო მასშტაბებში გაზომილი, გამეორებული და რაც მთავარია და რაც ყველაზე ტრაგიკულია, უსაფრთხო. სწორედ იმ მომენტში ამცირებ ინტენსივობას, სანამ რამე რეალური გახდება. ოღონდ გააზრებულად არა, ანუ სტრუქტურულად აკეთებ ამას. რატომ? იმიტომ რომ როცა ის რეალური გახდება, მერე ყველანაირი უფლება თავის მოკატუნებაზე გერთმევა. და თავის მოკატუნება და თან ყველაზე დიდ სიღრმეზე ისაა, რისთვისაც ყველაზე მეტად ხარ ოპტიმიზირებული რა. წარმოიდგინე, იღვიძებ, მოქმედებ, მოძრაობ, მაგრამ არაფერი არ მოძრაობს შენთან ერთად. რატომ? იმიტომ რომ ისეთი ცხოვრება აირჩიე, სადაც შენი მოქმედება არანაირ საგრძნობ მნიშვნელობას არ ატარებს. პატარ-პატარა გადაწყვეტილებები, უმნიშვნელო შედეგები, უმნიშვნელო ცხვირის წატეხვები თუნდაც. მოკლედ დახურული ლუპია ეს წრე, ჰულა-ჰუპი. თუ მოკლედ რაც ქვია. და წეღან რაც ვთქვი, მოძრაობ, მაგრამ არაფერი მოძრაობს შენთან ერთად. და მთელი ტრაკობა იმაშია, რომ ამას ეძახი სტაბილურობას. რა არის, ხო ეს? ესაა სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ არც ერთი შენი მოქმედება არ შეაწუხებს არაფერ რეალურს. არანაირი მარცხის რისკი, არანაირი გავლენის შანსი, რომ მქონდეს, ანუ რამეზე გავლენა, უსაფრთხოდ ხარ რა. მარტივად რომ ვთქვათ, არარელევანტური ხარ. და ის სად იყვრება ისევ შენი ლუპები, ანუ გგონია რომ ფული ამას გამოასწორებს. ფული რაღაცნაირად ამას მოაგვარებს და ხედავ კიდეც ცხად, ისეთ წარმოიდგინე ჰიპერრეალისტური სიზმარი, ეგრე ცხადად ხედავ გზებს თუ როგორ აგვარებს ფული მაგ ყველაფერს, მაგრამ ხედავ რა ეგ უფრო ჰალუცინირებ სისულელეს, რომელსაც მხოლოდ იმიტომ იჯერებ, რომ აი მაგ კადრებს, ხო, რასაც წარმოიდგენ. ემოციები ახლავს, შეგრძნებები და ეგ შეგრძნებებია, რაც გატყუებს, თორე თავად კადრი შენც იცი, რომ დებილური არის, რასაც წარმოიდგენ. ხო და არა. და აქვე უნდა როგორმე გავარღვიო ეგ ლუპი, ეს შენს ფსიქიკურ, რა ვუწოდო, maps, კომპას, ანამე შენს ფსიქიკურ გეოგრაფიას, რა მოკლედ, რაც გინდა უწოდე. ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მივაყენო, რაც აქამდე მას მიუღია. ხო და არა, ფული არაფერს არ მოაგვარებს. იმიტომ რომ ფული არ აჯილდოვებს, არა, ფული არასდროს არ აჯილდოვებს შრომას. არასდროს. და არც არასდროს აჯილდოვებდა. რატომ? იმიტომ რომ შრომა ყველგანაა. ყველა შრომობს. აზრიანად, უაზროდ, ოფლის ხვრამდე, სისხლის ხვრამდე, ან საერთოდ არაფრის ხვრამდე. აი სხვადასხვა ინტენსივობებში. მაღალ, დაბალ ინტენსივობაში, მოკლედ შრომა ყველგანაა. და თან შრომა არის საკმაოდ იაფფასიანი რამ, ასევე ჩანაცვლებადი. და თუ ვერ შენიშნე აქამდე, უხილავიც კი, ზემოდან ბონუსად რა. სამყარო ანუ სავსე არის, გადატენილია იმ ხალხით, რომელიც მეც ცდილობს, მეტად ცდილობს, ძილს იკლებს, იქ ერთის ნაცვლად 2-3 მსახურს ეჭიდება და კიდე მესამე რამე საიდ ჰასლზე ფიქრობს. 100 გვერდის ნაცვლად 130-ს კითხულობს დღეში და მალე დღეში 160 გვერდზე ასვლას აპირებს. მაგრამ აი გამოიცანი რა,
არავის ეგ არ ადარდებს არც ხილულ რამეს და არც ხილულში ადამიანები იგულისხმება და არც უხილავს. ანუ ძალაუფლებას. ფული საერთოდ სხვანაირად მოქმედებს და მოძრაობს. ანუ ფული არ დასდევს ოფლს. რა თქმა უნდა ეს მეტაფორული გაგებით და ასევე პირდაპირი გაგებითაც, იმიტომ რომ ფული აფუჭებს, ოფლი აფუჭებს ფულს, ასველებს და მე იხევა და ქრება არსებობიდან. პირდაპირ და არაპირდაპირაც რა, ანუ ფული არ დასდევს ოფლს, მაგრამ რას დასდევს და რას დაჰყვება ფული? რას და უპირატესობას? უპირატესობა არის, როცა ერთი მოქმედება თითქმის ძალადობრივად იწვევს ბევრ სხვადასხვა შედეგს. სადაც ერთი გადაწყვეტილება იგივე თუნდაც ადამიანთა ქცევას ცვლის და არა მხოლოდ და მოკლედ სადაც შენი მოქმედება შენით არ მთავრდება, არამედ მრავლდება სისტემაში უკვე გარეთ. ხო და თუ მსგავსი ტიპის იზოლაციაში ოპერირებ, რაც ესეთი ანტითეტიკური არის აი ამ ყველაფრისთვის, რაც ვთქვი. ხო? აი ეგეთ იზოლაციაში. ახლოსაც ვერ იქნები იმასთან, რაზეც წეგან ვისაუბრე. თუ შენი შრომა იწყება და მთავრდება შენი სხეულით, გამოიცანი ამას რა მოხვება. ის რომ შენი შრომა დაიწყება და დამთავრდება შენი სხეულით და მორჩა. ხალხის უმეტესობა და დიდი ალბათობით შენს თავს არიდებ უპირატესობას. და მისი მიზეზები არსებობს, ანუ ძალიან ძველი და გასაგები. და ცნობილი ასევე. ხო და არიდებ რა თავს უპირატესობას და რატომ? პირველ რიგში იმიტომ რომ ის კონკრეტულ კონტროლს გართმევს, კონკრეტულ რაღაცებზე. ასევე უსაფრთხოების ილუზიასაც ძალიან მწარედ არტყავს. როცა შენი მოქმედება სხვებზე ახდენს გავლენას, რეალურად, ანუ დაივიწყე შენ თავში რა ხდება, როცა შენი მოქმედება სხვებზე რეალურად ახდენს გავლენას. შენი მარცხი ხო აი ჰიპერ საჯარო და ხილული ხდება. მოკლედ უკუშედეგები საჯარო წვდომაზე კი არა და უკუშედეგები ეგრევე დაფარულიდან აქამდე სადაც იყავი იზოლაციაში გადადის საჯარო აი მაგალითს ვეძებ რა აი ამ საჯარო წვდომაზე რო გადადის შენი უკუშედეგები პერმანენტულად Facebook-ზე რო არის ეგეთი რამეს რო პოსტავ ან თუნდაც უკვე დაპოსტილი რო არის ხო შეგიძლია რომ მონიშნო ხილვადობა რა ანუ მხოლოდ მე კიდე იქ არის მეგობრებს რომ შეეძლოთ ნახო კიდე არის მეგობრებს და ბოლო ვარიანტი არის საჯარო და უმეტესობას მონიშნული აქვს მხოლოდ ჩემი თავისთვის ანუ იმ ყველაფერზე რაზეც ვსაუბრობდი ან მაქსიმუმ მეგობრებისთვის და მან მკვდებიან ხვდებით აი მან მკვდებიან ამიტომ შრომის უკან კომფორტში დამალვა აღარაა რა გზა თუ ვერ მიხვდი ამას და არც მაქსიმალური შრომიდან მინიმალური შედეგის მიღება არა სათნოება რა აღარ არის საჭირო მაგისი მორალიზება რამე რომ თავის დამშვიდება იმიტომ რომ არ მოქმედებს იმშვიდე თავი მაგრამ არ მოქმედებს რა ეგ არაფერი მაგაში სათნო არ არის ანუ მაქსიმალური შრომიდან მინიმალურ შედეგს რო იღებ არ არის ეგ სათნოება ეგ არის იდიოტობა ან შენთან ერთად მოძრაობს ბევრი რამ ან არა ზოგი ცდილობს რომ აამოძრაოს მასთან ერთად რაღაცები მაგრამ მალევე უკან იხევენ რა ძალიან მალევე უკან ისეთ რამეებთან რაც გაზომვადია რაც უსაფრთხოა და მოკლედ უკან ისეთ რაღაცებთან რაც ავსებს შენს დროს რაც გაკავებს რაღაცით მაგრამ არ ცვლის არაფერს ანუ რამდენჯერ შეიძლება რომ თქვა რომ მეტი დრო მჭირდება, მეტი დისციპლინა, მეტი სიხშირე, მეტი თანმიმდევრულობა და უფრო უარესი, მე რამდენად უნდა დაიჯერო ეგ სისულელე. ესენი არ გჭირდება, არამედ სხვა პოზიცია გჭირდება. პოზიცია, სადაც შენი მოქმედებები, შენი აი დიდად აღებული გადაწყვეტილებები რამე წონას ატარებენ. აი წონა რო დაყვება რა შენს მოქმედებას, ალბათ უფრო კარგი სიტყვა იქნება შენს გადაწყვეტილებებს.
როცა წონა დახვება, სადაც შედეგები შენზეა დამოკიდებული, სადაც შენს მოქმედებას შეუძლია გამძაფრება რამის ან განადგურება საერთოდ, ანუ აი აქ არის რა ფული. არა იმაში თუ რამდენს აკეთებ, არამედ აი რამდენი რამ მოძრაობს შენით. ხოლო მანამდე შეგიძლია რომ უსასრულოდ იმუშაო, კიდე რა შეიდგინო ახალ-ახალი რუტინები, კარგად დაოპტიმიზირო შენი დღეები, შენი საათები, ჩაყოთავი ყინულებში და საბოლოო ჯამში დარჩე ზუსტად იქ, სადაც ხარ. ან შრომობ ფულისთვის და იჯერებ რომ გამონაკლისი იქნები და ყველაფერს მიიღებ და მიღების შემთხვევაშიც უკვე გაუბედურებული ხარ და ვეღარ დაიბრუნებ იმ ყველაფერს რაც უზრუნველყოფს შენს ხარისხიან ცხოვრებას ან ალტერნატივა გასაგებია. ან აკეთებ ისეთ რამეს, ან უფრო კონკრეტული რო ვიყო, ხარ ისეთი, ვისაც ფული როგორც გვერდითი მოვლენა ისე დახვება. ან შენს დევ, ან ის გდევს. და ის არაა რამე შრომატევადი, ეს არის სწორი პოზიციის საკითხი. მეტი მართლა არაფრის. და თუ სწორი ყური ხარ ჩემი სიტყვებისთვის და ადამიანი, ვისაც რეალური ტრანსფორმაცია სურს და უპირატესობის ინსტრუმენტები, გელოდები დახურულ არხზე. სადაც შენ უკვე იქ გელოდება გაუფილტრავი მასტერკლასების გიგანტური არქივი. nikosvanidze.com ლინკი აღწერაშიც იქნება და ყველა ომის და ტრანსფორმაციის მოყვარულ ადამიანებს გელოდებით.